ხვალ 11 ოქტომბერს გურჯაანის ღვინის ფესტივალი იმართება. სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მუსიკოსები და ბენდები. ანსამბლი გურჯაანი, ანსამბლი ხარება, მარიამ ბიგვავა, მათე მარტიაშვილი, ანდრია ფუტკარაძე, კვარტეტი უნისონი, თბილისური კვარტეტი, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ირიაო. 14 საათიდან გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ბავშვთა სივრცეში დაგხვდებათ გასართობი აქტივობები, ატრაქციონები და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგის ხდომა გაიმართა. დღის წესრიგში განსახილველად ორი საკითხი იყო: სოფელ ახაშენში სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიცირებისა და რეგიონული სამინისტროსთვის დელეგირებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. რეგიონალური განვითარების სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს მომართა, სადაც თავისი უფლებამოსილების დელეგირებას გადმოცემა მოითხოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად მერს სჭირდება საკრებულოს თანხმობა. აღნიშნული წერილი ჩამოვიდა საკრებულოზე, მოხდა კომისიაზე განხილვა, შემდეგ ბიუროზე და ჩემს მიერ საკრებულოზე ამ საკითხის გატანა. კოლეგებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ საკითხს და საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების რეაბილიტაცია, მოედნების მოწყობა და იქ ბევრი საკითხები არის ჩამოთვლილი, რომლებიც დელეგირებით გადმოეცა გურჯაანის მუნიციპალიტეტს. საკრებულოს ხდომაზე გატანილი იყო საკითხი სოფელ ახაშენში სასტუმრო კომპლექსის განვითარებისთვის განაშენელების დეტალური გეგმის ინიცირების დოკუმენტაციის მომზადების საკითხზე, რათა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ის გასცეს ტექნიკური დავალება აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით. დეპუტატებმა მოისმინეს აღნიშნული საკითხზე განმარტება და მხარი დაუჭირეს საკითხს.